რომელია გეოპოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი? ალბათ ფიქრობთ, რომ ნავთობი ან ბუნებრივი აირი, რაც ნამდვილად ასე იყო ინდუსტრიული რევოლუციიდან მოყოლებული. მაგრამ ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ეს სურათი იცვლება. დღეს დიდი ძალები იშვიათ მიწათა ელემენტებზე კონტროლისათვის ისე იბრძვიან, როგორც გასულ საუკუნეში ნავთობისათვის. ამ ბრძოლაში კი მოწინავე ჩინეთია. როგორც ჩინეთის ყოფილმა ლიდერმა დენ სიაოპინმა თქვა, შეიძლება ახლო აღმოსავლეთს აქვს ნავთობი, მაგრამ ჩინეთს აქვს იშვიათი მიწა ელემენტები. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რატომაც სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით ჩინეთი ყველაზე ნაკლებად უშინდება ამერიკის შეერთებული შტატების ტარიფებს. ჩინეთს აქვს ის, რაც სჭირდება არამხოლოდ ამერიკული, არამედ მსოფლიო ელექტროძრავების, სმარტფონების, თვითმფრინავების, ოპტიკური ბოჭკოების, სამედიცინო დანადგარების, რაკეტების და სხვა მრავალი ტექნოლოგიის წარმოებას. ამის დასტურია ისიც, რომ 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს დონალდ ტრამპი სი ძინპინს 6 წლის შემდეგ პირველად შეხვდა და იშვიათი მეტალებისა და კომპიუტერული ჩიპების ექსპორტის კონტროლის გადავადებაზე ისაუბრეს. როგორ გახდა ჩინეთი კრიტიკული მეტალების წარმოებისა და გადამუშავების ლიდერი მსოფლიოში და რა გეოპოლიტიკური გავლენა აქვს მის დომინაციას ამ სფეროში. მე ქეთევან ჭინჭარაძე ვარ, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. რომელია გეოპოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი? ალბათ ფიქრობთ, რომ ნავთობი ან ბუნებრივი აირი, რაც ნამდვილად ასე იყო ინდუსტრიული რევოლუციიდან მოყოლებული. მაგრამ ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ეს სურათი იცვლება. დღეს დიდი ძალები იშვიათ მიწათა ელემენტებზე კონტროლისათვის ისე იბრძვიან, როგორც